ყოველი მეხუთე გოგო დასახელებს, რომ განუცდია სექსუალური სახის ძალადობა ბავშვობაში და ყოველი მერვე გოგო ყოფილა სექსუალური თავდასხმის მსხვერპლი. და არანაკლებ მნიშვნელოვანი და საგანგაშო მონაცემი გვაქვს ჩვენ ბიჭების შემთხვევაში, რაც არის სადღაც 470 მილიონი ბიჭი აღნიშნავს, რომ ბავშვობაში განუცდია სექსუალური ტიპის ძალადობა. ყველაზე ტრაგიკული მთელ ამ ამბავში ხო არის ის, რომ ყველაზე ხშირად ახლობელი ადამიანია მოძალადე. სექსუალური შევიწროება არ არის მხოლოდ ფიზიკური, სექსუალური შევიწროება შეიძლება ხდებოდეს ინტერნეტით. და ძალიან ხშირად საერთოდ მოძალადეები იყენებენ ხოლმე მანიპულაციურ ტაქტიკებს. პირველი ეს არის საიდუმლო, რომელთი არავის არ უთხრა, არანაირი საიდუმლო, მით უმეტეს უცნობ ზრდასრულსა და ბავშვს შორის არ უნდა არსებობდეს. ყოვლის მომცველი სექსუალური განათლება. ყოვლის მომცველი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ინფორმაცია იწყება სხეულის აღქმით, რომ რა არის ჩემი სხეული, სად გადის ზღვარი სხვის სხეულსა და ჩემს სხეულს შორის, რას ნიშნავს კი და რას ნიშნავს არა. მითი იმდენად არის მყარად გამჯდარი, რომ ყოვლის მომცველი სექსუალური განათლება ნიშნავს ბავშვს ვასწავლოთ სექსი, რომ მთლიანად იწვევს მშობლის შიშს, რომ ეს არის რაღაცა მიმართულება, რომლის შედეგადაც ჩვენ ბავშვებს გარუყვნით. შემოშობილები ახლა ალბათ ამ პოდკასტს რომ ნახავენ, ეხლა გაიგებენ, რომ არც მომიყოლია ეს, იმიტომ რომ ეს ან როგორ უნდა მეთქვა საერთოდ, როგორ უნდა გამომეხატა სიტყვით, რა უნდა მეთქვა საერთოდ, რომ რა მოხდა, ეგეც არ ვიცოდი რა მოხდა.